ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. დიდი უსამართლობა ჩემპიონთა ლიგაზე, როგორ არ ჩაითვალა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ლივერპულის კარში. რა ხდება რეალურად? თავად ხვიჩა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. ხოვნა იქნება მოიწონო ვიდეო, რადგან ჩვენი მიზანი 2000 ლაიქია. ასევე თუ რაიმე მიზეზის გამო ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი, ლეწე გამოწერის ღილაკს, რადგან ეს ძალიან გვეხმარება განვითარებაში. მადლობა თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინეთ. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და უდიდესი უპირატესობის ფონზე მაინც დამარცხდა. მთელი მატჩის განმავლობაში ფრანგები დომინირებდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაქონდათ. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარიზელთა მხრიდან საუკეთესო იყო. ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო სამწუხაროდ გაუქმდა. ჯვაროსნების სუპერვარსკვლავს გოლის გატანის კიდევ 3 შანსი ჰქონდა, თუმცა სამივე შემთხვევაში ალისონმა აჯობა და მისი დარტყმები მოიგერია. ლუის ენრიკემ კვარაცხელია 78 წუთზე შეცვალა. ყველა ვნახეთ მოტივირებული კვარა, რომელსაც ძალიან უნდოდა გოლის გატანა და გუნდის წინ გაყვანა. რაც შეძლო კიდეც და ყველა ვნახეთ ის თამაშგარე, სადაც მისი ქუსლი ოდნავ წინ იყო, რაც წესების მიხედვით მაინც ოფსაიდია. თუმცა ჩემი აზრით იქიდან გამომდინარე, რომ ზურგით იდგა, ეგ ქუსლი მას უპირატესობას არ ანიჭებდა. ქართველმა ყველაფერი ძალიან მაგრად გააკეთა და ყველანი გაგვახარა, თუმცა საბოლოოდ გოლი არ ჩაითვალა. მისი მოედნიდან გაყვანაც უცნაურია ჩემთვის, თუმცა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარებში. მატჩის 87 წუთზე ლუის ენრიკეს გუნდი უამრავი გამოუყენებელი შანსის გამო დაისაჯა და ჰარვი ელიოტმა ლივერპული დააწინაურა. მატჩის საბოლოო შედეგი 1-0 დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება. იქ კვარაცხელიას კიდევ ერთხელ ექნება შანსი, რომ თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიდევ უფრო წინ გაიყვანოს. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ ეს დამარცხება დიდი უსამართლობა იყო. შესაძლოა ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ყველაზე სრულფასოვანი მატჩი იყო. მათი საუკეთესო მოთამაშე მეკარე გახდა. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, თუმცა ფეხბურთი უსამართლოა. საპასუხო მატჩზე დავფიქრდებით. გვიჭირს თუ არა დიდ გუნდებთან თამაში? ჩვენ ლივერპულზე გაცილებით უკეთესები ვიყავით, თუმცა მათ გაიმარჯვეს. კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა. ვარ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი? რა თქმა უნდა, განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა კანალ პლუსთან. პარიზელები მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კართან საგოლე მომენტები მრავლად შექმნეს. თუმცა უიღბლობისა და ალისონ ბეკერის საოცარი პერფორმანსის გამო გოლის გატანა ვერ შეძლეს. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინავდა. 24 წლის ქართველმა ვარსკვლავმა რამდენჯერმე სცადა ალისონის კარის აღება და მე-20 წუთზე მიზანსაც მიაღწია, თუმცა გოლი ვარზე გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. პარიზული გუნდიდან ხვიჩა საუკეთესო იყო და შეხვედრის დასრულების შემდეგ უმაღლესი შეფასებას დაიმსახურა. რას წერენ მედიაში კვარაზე? ფუტმერკატო ქართველს 7 ქულით აფასებს და ასეთ განცხადებას აკეთებს. პარიზული გუნდი ზამთრის ახალწვეული მოედანზე მთავარი ფიგურა იყო. დრიბლინგი, დარტყმები, ჭკვიანური პასები. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი თამაშით ლივერპულის დაცვის დესტაბილიზაცია მოახდინა. ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც მინიმალური ოფსაიდის გამო გაუქმდა. სხვა გოლები კი ალისონმა ჩამოართვა. ბრაზილიელმა ჯერ 37 წუთზე შეასრულა საოცარი სეივი. შემდეგ კი 54 წუთზე ჯარიმიდან არ მისცა გოლის გატანის უფლება. ის არასდროს წყვეტდა აქტიურობას და ამ საღამოს ქართველი თავისი გუნდის სოლისტი იყო. ლეეკვიპი ქართველს 6 ქულით აფასებს. ამიტომაც არის ეს მოთამაშე განსხვავებული. მისი პირველი ტაიმი უბრალოდ საოცარი იყო. გაუქმებულ გოლზე რომ არ ვისაუბროთ, მან ინგლისელი მცველები უბრალოდ ბაუშებს დაამსგავსა. საოცარი დრიბლინგები, მოძრაობები, პასები. 37 წუთზე საოცარი მოძრაობით გრავენბერგს და ალექსანდერ არნოლდს გაცდა, მაგრამ ალისონს ვეღარ აჯობა. ხაზებს შორის მისი მოძრაობა მცველებისთვის შხამივით იყო. ასევე მეორე ტაიმშიც პარიზული გუნდიდან ყველაზე აქტიური იყო და 54 წუთზე ალისონის კარს საჯარიმო დარტყმით დაემუქრა, მაგრამ ამ ეპიზოდშიც არ იყო ეფექტური. ევროსპორტი ქართველს 6 ქულით აფასებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს. ეგონა რომ კარში ტალღოვანი დარტყმით და პატარა შედევრით ანგარიში გახსნა, მაგრამ ვარმა რამოდენიმე სანტიმეტრის გამო ეპიზოდი სხვაგვარად გადაწყვიტა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ქართველი პარიზელებიდან ყველაზე სახიფათო იყო და წითლების მეკარე რომ არა, ნამდვილად კატასტროფა მოხდებოდა. მოძრაობებში მუდამ სახიფათო იყო, უპირატესობას იღებდა და თავის იდეებს ბრწყინვალედ მიყვებოდა, მაგრამ ის დიდ ალისონს დაუპირისპირდა, რომელსაც მისივე აღიარებით ცხოვრების მატჩი ექნებოდა. მოკლედ, კვარაცხელიას მხოლოდ ერთმა კაცმა გაუწია
წინააღმდეგობა. მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია Canal Plus-ს საუბრა და შემდეგი მესიჯები დაგვიტოვა. გოლის გაუქმების გამო რა თქმა უნდა სევდიანი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და კარგი შედეგები როგორც ჩემთვის ასევე გუნდისთვის აუცილებლად მოვა. ლივერპულთან Anfield-ზე რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვკონცენტრირდეთ. იგივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ. დღეს გოლის გატანის ბევრი შანსი ქონდა. დღეს უკეთეს ვიმსახურებდით. ვაჩვენეთ რომ უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვება დავიმსახურეთ. წინ საპასუხო მატჩი გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. მოგეხსენებათ რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია და შემდეგი სეზონიდან ლივერპულს შეუერთდება. ხოლო გუშინ ლივერპულის მეკარემ ალისონ ბეკერმა მოგეხსენებათ რომ იდეალური მატჩი ჩაატარა. იმოქმედებს თუ არა ეს როგორმე გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობაზე ლივერპულში. შეძლებს თუ არა ქართველი დამკვიდრდეს ძირითად შემადგენლობაში. რას წერენ მედიები ამ ყველაფერთან დაკავშირებით? 30 მილიონ ევროს რომ გადაიხდი რომელიმე მეკარი სანაცვლოდ თუ ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებ, სამომავლოდ მაინც ამყარებ მასზე იმედებს. თუმცა ახლა ალისონი ისეთ ფორმაშია, რომ ვინც არ უნდა მოდიოდეს მის კონკურენტად, ბრაზილიელის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ნამდვილი უსამართლობა იქნება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მამარდაშვილის სიჯარით რომელიმე გუნდში გაშვებაა, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ გიორგი ინგლისურს ინტენსიურად სწავლობს და ლივერპულისთვის მაქსიმალურად ემზადება. ასეა თუ ისეა, მერსესაიდულ გრანდში მოვლენები უკვე წინა სასეზონო შეკრებიდან საინტერესოდ განვითარდება, რადგან მეკარეებს მთავარი მწვრთნელისთვის ბევრი რამ ექნებათ დასამტკიცებელი. ასევე თქვენ დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. მართალია ალისონ ბეკერმა ძალიან მაგრად ითამაშა გუშინდელ შეხვედრაში, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის ყოველთვის ასე ითამაშებს, რადგან მოგეხსენებათ ბოლო დროს ის არც ისე კარგ ფორმაში იმყოფებოდა. მართალია გიორგი მამარდაშვილსაც არ უდგას კარგი დრო, არის დიდი მარცხები, არის ბევრი გაშვებული გოლი, თუმცა ყველას კარიერაში მოდის ასეთი მომენტი და ვფიქრობ ლივერპულში გადასვლა და ძირითად შემადგენლობაში თამაში მას უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რომ დაბრუნდეს თავის პიკ ფორმაში, რადგან შეგახსენებთ, რომ მეკარეები ასაკში უკეთესები ხდებიან ხოლმე. არა მარტო ფეხბურთში, არამედ ზოგადად ქართულ სპორტში ბევრი საინტერესო რამ ხდება. მოგეხსენებათ ილია თოფურია წონას იცვლის და მალე ახალ მებრძოლებთან მოუწევს შერკინება და კიდევ სხვა მრავალი ინფორმაციები. თუ გსურთ რომ შემდეგი ვიდეო მალევე გავაკეთო, ავიყვანოთ ეს ვიდეო 2000 მოწონებაზე. დღეისთვის კი სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ. მე კი გემშვიდობებით და აბა წარმატებები.